ორგანიზაციას უხილავი ბავშვები უფლებების დაცვის კამპანიაში გამოჩენილი ადამიანები ეხმარებიან. ერთ-ერთი მათგანია ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, რომელიც უგანდელი ამბოხებულების ღმერთის წინააღმდეგობის არმიის ლიდერის ჯოზეფ კონის წინააღმდეგ ილაშქრებს. ის საშინელი არსებაა, მისი დრო მოვიდა და ძალიან კარგია, რომ მის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოდიან. უგანდას შესახებ ვიდეოკლიპი ამერიკელი ვარსკვლავების და სტუდენტების დახმარებით შეიქმნა და სოციალურ ქსელებში უსწრაფესად გავრცელდა. ლორი ჰანდრაჰანი ფიქრობს, რომ უხილავი ბავშვების მიერ დაწყებული კამპანია რევოლუციური წამოწყებაა. ადამიანის უფლებების ანალიტიკოსი თვლის, რომ უფლებადამცველებმა თავიანთ საქმიანობაში სოციალური მედია უფრო აქტიურად უნდა ჩართონ. ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ნამდვილად სჭირდებათ გამხნევება, რომ ისინი კარგ საქმეს ემსახურებიან. გავრცელებული ვიდეოს მიზანი უგანდელი ამბოხებულების ლიდერის ჯოზეფ კონის საერთაშორისო სასამართლოში გადაცემაა, რათა მან პასუხი აგოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ის უგანდას მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულთა შენაერთს ხელმძღვანელობს. ათწლეულების მანძილზე კონის დაჯგუფება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ათასობით დევნილს ატერორებს, ბავშვებს იტაცებს და ადამიანებს აზახიჩრებს. ვაშინგტონში მოქმედი უფლებადამცველი მაიკლ პოფენბერგერი ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო კარგად ასახავს არასამთავრობოთა საქმიანობას. ვიცი, რომ ამ მცდელობის უკან დიდი სტრატეგია არსებობს, რომელიც უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რაც ამ ადამიანებს სამხედრო შენაერთისგან დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, უხილავი ბავშვები და გადაწყვეტილება უგანდას კრიზისის მოსაგვარებლად ერთობლივად მუშაობენ. მათ ამ საკითხში შეერთებული შტატების ჩართვასურთ, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა აღნიშნულმა ვიდეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგანდაში არსებული ვითარება უკვე დიდი ხანია გასცდა საზღვრებს და საერთაშორისო პრობლემად იქცა. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.